აუ რა კატლეტია ბიჭო. აუ კიდევნა. მოგესალმებით ჩემო ქართველებო, დღეისათვის გვექნება კატლეტი და პიურე. რაც თავარია, ეს კერძი გვექნება დამატებით რაუტის სახლში ამ შაბათ-კვირას. ფარში შეზავებული მაქვს, ფარს რას უკეთებ, ესე იგი მე საქონლის ხორცი, ღორის ხორცი, ცოტა ცხიმიანი ღორის ხორცი უნდა უქნათ, კარგი იქნება, ერთ ცალ წითელ ბულგარულს უშვები, პური დარბილებული, გატარებული, დაღერღილი წიწაკა, მარილი, გემოვნებით, ნიორი, გემოვნებით არა, ბევრი მარილი, ნიორი და ხახვი, რა თქმა უნდა, რამე კიდე რო არ გამომჩეს, ცოტა უხრახუში, ცოტა რეჰანი, მწვანილები და კინძი. ჩემი ცარიცას რეცეპტი არის, ჩემი მეუღლის თინასი. ხო და აი თიკას რეცეპტით იქნება თინას კატლეტები პიურით და ირაკლაის საწეპელა. აი ეს იქნება შაბათ-კვირას რაუტის სახლში. აი ესე პატარებად რო დავჭრით, უფრო მალე მოიხარშება. თქვენ გინდა მოიხარშება თქვით, გინდა მოიხარჩება თქვით, ჩემო ქართველებო. გინდა გასინჯეთ თქვით და გინდა გაშინჯეთ თქვით. თქვენი ჭირიმე და თქვენ გენაცვალეთ, მე. თქვენ გეხუდუნეთ, მე. კატლეტი და პიურე თინას რეცეპტით. ხიშად ესეთი კოზები რო ჩამჩები, ხო იცი, იმით რომ მოიღებენ და ეგრე სასადილოს პორები რო ასხამენ, ხო იცი, აი ეგრე უნდა მოასხა და ეგრე უნდა გაიტანო დედამო. აუ რა იქნება ბიჭო? სასწრაფოდ ჩავადგათ პიურე. მე პიურესაც გეტყვით რას როგორ უკეთებთ. ნაღები დაგჭირდება და კარაფი. ეხა დავამატეთ გატარებული პური, ნიორი და ამ ყველაფერს აურევთ. სურნელები დგას. ამას ვერ გადმოგცემთ და ვერ მოგიყვებით თუ არ გასინჯეთ და თინა მითხრა რომ ჩემ რეცეპტს არ გადაუხიო და ჭადის ფულში გათხუნეო. ჭადის ფულში ამოავლეო და სურნელი აქვს. ნიორმა წამოიღო თავისი. ქაბაბზე იყო სასწაული ამბავი ამ შაბათ-კვირას და მადლობა ყველას ესეთი დაინტერესებისთვის. მარტო ქაბაბზე კი არა, ჩაკაფულზეც ერთი ამბავი იყო და მოკლედ გახსნის დღიდან ყოველ შაბათ-კვირას იზრდება ხალხი და ძალიან გთხოვთ ყველას, რომ წინასწარი ჯავშნებით დარეკოთ, იმიტომ რადგანაც ადგილები არის შეზღუდული და ქართული კაცური კატლეტები გავაკეთოთ. ცოტა გალახვა ამასაც უხდება ქაბაბივით, რომ არ დაგვეშალოს და პიურესაც საწებელსაც და აი ერთ პატარა რუნკა ჭიქას არახს და ღვინოს და ასე შემდეგ. მე მაგალითად კატლეტი და პიურე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ჩემი ბავშვობის კერძია. სადაც სურვილი გაქვთ, ბევრი უშვება კვერცხს იმისთვის რომ შეიკრას, მაგრამ მე ესე გალახვას ვამჯობინებ და მოგინათ არც კვერცხი არ არის პრობლემა. ეხა გადავიტანოთ მოკლედ ამ ჭურჭელში, გავამზადოთ 4 ცალი. პორციაში იქნება პიურე და კატლეტი. 2 კატლეტი. ისე კი არა ერთიან ერთნახევარ, 2 კატლეტი. გემრიელად რომ ყოჩაღად რომ მიირთოთ. აბა რომ დამაკლდა და რამე რო არ იყოს. ჩვენთან აი ეგრეთი პორციები აბა შეხეთ. ოჰ. ეხა ეს უკვე აქეთ უნდა გადმოვიყვანოთ. ესენი იქით გადავიყვანოთ. მოკლედ ვათამაშებთ აქეთ იქით. აბა მოგვანგლოთ. აუ ნახე რა მაგარია. ხედავთ რა მაგარია. ეხა ამას ფორმა მივცეთ აი ესეთი. კოწის ფორმა მივცეთ აი ცოტა შეიწვას. ოჰ. ის აქ დავდოთ. ეხლა მზადდება ხალხო, კარტოფილი უკვე იხარშება, ეხლა მაგას ნაღებს და კარაქსში ჩავზილავთ. თინა ჩაზილი რა გეხეწები? საქმეში მაგ ხელი გავოფლიანდი, კაცი გათხუნული ვარ არ მცალია. პორცია ფაზზე მაღალია, ჩემო მეგობრებო. პორციები არის სასწაული. განსაკუთრებით მწვადის, იმიტომ რომ მწვადი რომ მოდის, არ უნდა დაგაკლდეს კაცი რომ მწვად შეუკეთოს პორცია უნდა იყოს იგრეთი რომ აი გემრიელი. აბა დაუშვათ ეხა. აბა აი მთელი ყურადღება აქეთ. ოჰ. უკვე კატლეტის სუნი წავიდა. უკვე კატლეტის სუნია. ბიჭო. ნახე რა შუშხუნი გაზდის. ოჰ, რა სურნელები აქვს. ბიჭო, თან ეს თუჯის ის არის, ტაფა არის და შეხედეთ, აბა. ოჰ, თან დედა რო შულს არ აჭმევს და რო არ გაიმეტებს, იგრეთი ზომა კატლეტები გვაქვს. კაი ბლომად პიურე, საწეპელა, მოასკი და
ოჰო, რა ხდება ხალხო? ის ხალხო. აი ეს. გავსინჯოთ. ოჰო, აბა ირაკლაი საწეპელა. რა სუნი აქ ამას ეგრევე დალევდა კაცი. ხედი ხა. ბიჭო, ერთად იქნება ზღაპარი. აუ, კიდევნა. აუ, ბიჭო. აუ, რა კატლეტია, ბიჭო. აუ.